მოგესალმებით, დადგა 4 შაბათის საღამოს 8 ნახევარი მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოგვითხრა ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებაში ნახართ, პატიმრებიდან მოყოლებული, უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანი, ვისაც პრობლემა გაქვს, ძალიან ბევრ ადამიანს, ვიცი, რაღაცა ამ ძიმე ყოფას რაღაცნაირად ვერ უძლებ და ყველას მინდა რომ სიკეთე გისურვო და ყველაფერი კარგი და დღეს განსაკუთრებული სტუმარი გყავს, რომლის მობრძანებასაც უყოველთვის ძალიან დიდი სიხარული და სიფრთხილით ველოდები ხოლმე მამა აკაკი გყავს სტუმრად, რომელიც ავიცი ძალიან გვახარებს ხოლმე მისი მობრძანებით და იქ მოსაფრთხილებელი ადამიანი და ის სულ ყოველთვის ხოლმე ვცდილობ რომ რაღაცნაირად სულ მოვიწვიო როგორც კი საშუალება არის იმიტომ რომ არ მინდა მამაო ხშირად რომ დაგღალოთ ან რაღაცა ხოლმე და სულ გიფრთხილდებით აი სულ რომ ჩემი ნება რომ იყოს ყოველ დღე მე აქ მექნებოდა თქვენთან ერთ-ერთი დიდი მადლობა მამაო დაგლოცეთ თუ შეიძლება ერთმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ ერთმა დალოცოს გაჭირვებაში მყოფი ადამიანები პატიმრობაში მყოფი ადამიანები საზოგადოებრივ მყოფი ადამიანები თავიანთ მდგომარეობაში ღმერთმა განაძლიეროს და ნამდვილად დაბრუნებოდნენ თავიანთ ქვეყანას სარწმუნოებით და სიყვარულით ღმერთმა თქვენ დაგლოცოს წარგი მართოთ ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად დიდი მადლობა მამა ბოლო დროის პრობლემები ადამიანის მამაო და მორწმუნის აი როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა შეხვდეს ბოლო დროს აი ხა რაღაცა შეიცვალა პრობლემა თითქოს დამძიმდა უფრო და ყველანაირი ეს ბოროტი ხმარობს ყველანაირ ხერხს რომ რაღაცა სასუწაკვეთაში ჩაგაგდოს და უიმედობაში ღმერთს დაგაშილცილოს და უბედურება დაგმართოს თქვენ რას ხედავთ მამაო როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ ყველაფერს ადამიანი და რატო არის ესეთი გამძვიფრებული ბოროტი საბწუხაროდ ვიტყვიან დიდი სიცრუეა დაშვებული სიცრუეა ტყუილი აი ეს არის ყველაფრის თავი და თავი აი ამ სიცრუეს ვერავინ ვერ ერევა პირდაპირ ისეთნაირად არის შეცით ხორცებული ამ სიცრუესთან რომ ის რაღაც ნამდვილად მართლად მიაჩნიათ აი ეს არის პირდაპირ და ასეთ ადამიანს რო იტყვიან სარწმუნოებით ვერ გადაარწმუნებ ის როგორც ავთქვით მწოდიათ კი ეს ვის ყველაფერი ღვთისმეტყველება დოგმატიკა ყველაფერი რაც არის მაგრამ სამწუხაროდ სიცრუეშია და აი მოტყუებულია ფაქტობრივად რო უთხრა მოტყუებული ხა ვერ გაგიგებს აი ამაში ასაკ აი ეს არის მიზეზი ყველაფერი და აი ამ თანამედროვე ამ ჩვენი ეს თაობა აი ეს დღევანდელი დღე სწორედ თლიანად სიცრუეში არის პირდაპირ ჩავარდილი და აი ეს არის რომ ფაქტიურად რო იტყვია წრე შეკრულია იმ წრეს ერთი და იგივე ის არის ეს წრეები და ვერ აღწევენ თავს ვერაფრით ვერ გაურღვევიათ ის წრე და ვერ გამოდიან და აი ამას სამწუხაროდ არც აზროვნე რაც ფიქრობენ რომ აი სიცრუეში არის და ერთი რომ შეხედონ თავიანთ თავს რომ მე თუ მორწმუნება თუ მწავს ან როგორ მწავს ამაზე არავინ არაფერს არ ფიქრობს და არც ფიქრი უნდათ ამაზე და პირდაპირ რა იტყვიან ფაქტობრივად შორს არის ღვთისაგან და საწუნოებისაგან სწორედად აი ეს არის დიდი და მთავარი ტყუილი და სიცრუე და აი ეს არის პირდაპირ მაჩვენებლობითი მყოფობა კიდევ ამ მდგომარეობაში რომ გონია იმას მორწმუნეა და არ არის არანაირი მორწმუნე და აგერ ჩვენც აგერ პატარა მაგალითებიც მოვიყვანეთ და ეგეც მაგნეტანა ადამიანი არის ცთუნებული და მოტყუებული და აი ამ მდგომარეობაშია შეიძლება პირიქით აი მამაო შეიძლება მორწმუნე გეკონოს თავი და პირიქით უშავებდე ეკლესიასაც უშავებდე სხვა ადამიანებსაც აი ამ დროს როგორ უნდა მიხვდეს აი ეს ადამიანი იმიტომ რომ ძალიან რთულ დღეში არის ადამიანი რაღაცნაირად აი ადრე რო იყო რაღაც გარეგნულად თუ ასრულებდნენ ყველაფერს და შინაგანად რო ქრისტეს ჯვარცმელები იყვნენ აი ამ მდგომარეობამდე ვართ რაღაცნაირად მისულები აი ამ ფარისევლობამდე რა მას უკვე ხო და უკვე ეშმაკის ხელშია ჩავარდნილი სიცრუის მამა და ტყუილის მოძღვარი ეშმაკია აი ამ ეშმაკისგან გამომდინარეა რომ იმას რაღაც გონია მიაჩნია რომ სწავს ღმერთი და არც ასწავს და
სწავს ისევნაირად როგორც ეშმაკს მოეკეხარდებ მეტი არაფერი აი ეს არის და ეს მიაჩნიათ სარწმუნოებად ამაში არის პირდაპირ ძირფასი დრო დაკარგული და ესეთნაირად სამწუხარო არის აი ამ ადამიანების სავალალო მდგომარეობა თქვენათ უმოსულან მამაო აი ესეთ დაზარალებული ადამიანები აი კვეთებულზე იმაზე რომ მოდიან ხოლმე რომ აი ამით იყვნენ სულ დღეში და აი ამით ჩავარდნენ იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა მოდიან ახლა ადამიანები გარკვეულწილად კვეთებულებას ახლა გრძნობენ თითქოს ბევრი გამოსულა კიდევაც მაგრამ კიდევ რჩება ისეთნაირად რომ თლიანად ვერ გამოდის თლიანად მაინც რაღაც ვერ წონდება იმაში რაღაცნაირად ამას რო იტყვიან თავისი გადასახადი ხარკი რაც არის სიცრუეს უნდა გადაუხადონ და მეტი არაფერი რაღაცა ესეთნაირად ამ ადამიანებს ვერ მაინც ისეთი შეგნება არ აქვს რომ ესე იგი მორწმუნის თვალით რომ შემოხედონ ან რაღაცა გაიგო და მართლა კარგად რაღაც ესმით ყველაფერი აი ესეც როგორღაც ძალიან ძნელი მისაღები გასაგებია თვით ეკლესიის ამ საკითხი მათაც არ ესმით არანაირად ეს რა ხდება როგორ ხდება ეკლესია რამხელა საიდუმლო როგორ პირდაპირ ამაზე რო იტყვიან ზედმეტია ლაპარაკი და აი ასეთ მდგომარეობაში არიან და უმეცრებაშია კიდევ აქედან ჩავარდნილი და უდებებაში ადამიანი სავალალო მდგომარეობა მაგთვალსაზრისით და ეს აი ამ ბოლო დროს ბოლო ჟამს ბევრი იქნება ესეთი მამაო თუ შეიძლება იმიტომ რომ ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ადამიანები იქნებიან რომლის პირჯურის გადაწერის გამოც კი ცხონდებიან ნუ ისეთი მდგომარეობა დადგება დიახ ნამდვილად და რამდენად გვერის ეს წინ დიახ კი არის ასეთი ადამიანები რა თქმა უნდა ჯერ ერთი ადამიანს ეტყობა ვინც მორწმუნეა პირჯრის გამოსახვაზეც ეტყობა არის ვითომ პირჯვას იწერენ და იქნებენ ხელს აი ეს რაღაცნაირად და ის ნამდვილი პირჯვის გამოსახვა როგორც არის როგორღაც ამათ არაკეთებენ ვერაკეთებენ რაღაცა რა ვიცი სირცხვილად მიაჩნია პირჯვის წერა თუ რაღაც და ამიტომაც არის ნათქვამი ეგ სიტყვა რომ ბოლო დროს მართლა სარწმუნოება იქნება მაშინ თუ ვინც პირჯვას გამოისახავს უკვე მას ღმერთი შეწევნა ექნება იმიტომ ეს პირჯვის გამოსახვა დიდი ძალაა ეს სწორად გამოსახვა თავისი ემო კამფენილობის სივრცე როგორც არის თავი მკერდზე მარჯვენა მხარ მარცხენა მხარ ეს რომ პირდაპირ მტკიცე და ჯვარს აჩვენებ აი ეს არის ნამდვილად დიდი ძალა და ასე რომ მართლაც ეგ უფრო ნამდვილი გამოდათქვამია რომ პირჯრის წერით ცხოვრდება ადამიანი პირჯრის წერით სწორედაც ეხლა რა მოგვეთხოვება მამაო თუ შეიძლება რომ გითხრათ იმიტომ რომ ბევრი რაღაცა გონიათ ადამიანებს რომ არ მოეთხოვებათ ამ დროს შეიძლება კი ვიცი რომ რა თქმა უნდა ღმერთი მოწყალე არის და ძალიან ბევრ მოწყალებას და ფიზიკურად ვერ ცხონდებით თუ ღვთის მოწყალება არ იქნება მაგრამ რაღაც საკითხები ხო არის რომელიც ძალიან მოგვეთხოვება მამაო და აი რომლის ჩადენაც არ შეიძლება და სავალალო მდგომარეობად გვექცევა თუ შეიძლება მამაო რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს მორწმუნეობა ყურადღება უფრო მეტად რომ მე არ დაუდგეს იჟამი რომ მოეთხოვოს და ძალიან მწარედ ინანოს. ნუ ჯერ ერთი საჭირო არის რომ მაქსიმალურად დაძაბონ ყურადღება. ლოცვის მიმართ განსაკუთრებით ლოცვის სიყვარული ლოცვა რომ შეიყვაროს ადამიანმა. ლოცვის წარმოთქმა, შენი ლოცვას როგორ წარმოთქვა მამაო ჩვენო როგორ ამბობ რანაირად ეს თვითუფლის ნასწავლი ლოცვა არის. ეს მამაო ჩვენო ილოცე და ყველაფერი მოგეცემა ყველაფერი კარგად იქნება უფალმა ეს გვასწავლა და აი სწორედაც ამაში არის დიდი მნიშვნელობა რომ ესე იგი როგორმე უნდა ჩაუღრმავდეს ჩაუყირდეს რომ ლოცვა ისწავლოს ლოცვა შესძლოს ამ ლოცვას ვერ ლოცულობ უფალო შეგვიწყალე თქვას მეორედ მესამედ პირჯვის გამოსახვით პირჯვის წერით უკვე აი რაღაცნაირად აი მას პატარ-პატარა წარმოთქვით ამით უკვე შეიძლება უკვე გაღრმავდეს შემდგომეს რომ წმედა და მართლა უკვე მიიღოს ისეთი მდგომარეობა რომ დაინახოს ამ ლოცვის ძალა ლოცვისგან გამომდინარე
კიდევ რაც ღვთისგან მიეცემა გამოხსნა ყოველივე და რა თქმა უნდა საბედნიეროდ ადამიანები არიან ისეთები ჩვენს მრევლში ყველგან რომ პირდაპირ ახლა რაც კი ვთხოვე უფალსო შემისრულაო ესე იგი ილოცა ამან რაღაცა კიდევ ილოცა კიდევ რამდენიც არ ვთხოვე ყველაფერი უფალმა გამიკეთავ აი ყველაფერი აი ესე არიან ზოგი ადამიანები კი არიან ხო და ესე იგი ამას აქვს დიდი მნიშვნელობა რომ ლოცვა ვილოცეთ როგორც საჭიროა გულითადად და უფლისადმი სიყვარულით უფალი რას გვეუბნება ამ ლოცვისას ესე იგი სახარებაში წერია შენ რასაც შეთხოვო რა ითხოვეო იმავე დროს უნდა გწამდეს რომ ის შესრულდებაო რასაც თხოვეო ამას რო თხოვ დაევედრებიო თან ეს გწამდეს უეჭვლა შესრულდება აი ეს არ წმენა და ასეთი რწმენით უხარო იმ თავს რო უბრძალო გადადერთ და შავარდი ზღვასაში და არა შეორგულდა შესრულდეს ეგრე შედავთ რა ხელა მადლი მოგცა უფალმა აი ამ საძლევს შენ თვითონ ხო ამ ხონას ხო როცა გწა აი ასეთი ძალისაა ლოცვა ნამდვილი ლოცვა ხო და აი ეს უნდა ისწავლონ ჩაუღრმავდნენ ჩაუკვირდნენ სახარებას უნდა კითხულობდნენ გულმოდგინედ თითო თავი მაინც დღეში რო წაიკითხონ კარგი იქნება მართლა კიდე ას დაგვარიგებთ მამო ამ ხრივ იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან უჭირს იცით რა არის წმენის ამბავში ძალიან მოისუსტებს ადამიანი იმიტომაც იმატა ამდენმა სუიციდმა იმან ნარკოტიკებმა იმან ყველაფერმა წალეკა ადამიანი მამო სამწუხაროდ ჩვენ და აი რატო არის გადართული მე თავს იმართლებენ ხოლმე რომ აი მაგალითად მე იმიტომ სვავ ან იმიტომ ვიკეთებ ნარკოტიკს რომ ამ ყველაფერს ვერევი ამდენ დარც გეგონება რომ გაიკეთებ ნარკოტიკს რომ გამოფხიზდები მე ან რო დალევ და გამოფხიზდები ეს პრობლემა მოგვარებული დაგხვდება რაც გაქვს თუ შეიძლება მამო ანუ ამ ქვეყნად არ ხდება სახალისო მდგომარეობები ვიცი მაგრამ როგორ უნდა მოვერიოთ სხვანაირად მამო და არ გავექცეთ იმიტომ რომ იმ ტვირთს რასაც გვადევს უფალი აუცილებლად დაგვაძლევინებს ჩვენ თუ უფლის გზითვე დავადგებით ამ ტვირთს ხო თუ შეიძლება მამო როგორ უნდა გავითავისოთ აი როგორ უნდა იცოდეს ადამიანმა რომ ის ტვირთი აუცილებლად ღმერთთან ერთად გადაილახება თუ შენ ღმერთის გზაზე დადგები უეჭვლად რა თქმა უნდა უფალი მოგვიწოდებს განა უფალი არ გახდა ჩვენი მსგავსი რაშინ დასჭირდა მას რომ კაცად შობილიყო აი ეს კაცება ჩვენი მიეღო ამან ესე იგი გვიჩვენა მაგალითი როგორ ვიცხოვროთ და აი ყველაფერი აქედან გამომდინარეა და მერე გითხრა თუ კი რა თქმა უნდა სასწაულები ყველაფერი მოგვანიჭა ის აღფრთოვანება თავისი სასწაულებიდან გამომდინარე და მერე გვასწავლა რომ უკეთ უგედათ ჩემნე იყოთ უარყავ თავითვისი აღიგე ჯვარი და მომდევდი მეო აი შენი ჯვარი აღიგე და მომდევდი აი ესა თქვა ეს არის უკვე ნათქვამი ყველასთვის ნებისმიერისთვის და აი თუ კი ამას კიდევ გვასწავლიან მამები რომ ესე იგი როგორ უნდა ვირწმუნოთ როგორ შევუდგეთ უფალს თვით არის ზოგიერთი წმინდა მამაც კი რომ ეს მამა თავის სულს ავყოფებდა როიტყვიან ჯოჯოხეთში და თვითონაც მოგცა ასეთი სწავლება შენი სული ამყოფე ჯოჯოხეთში და ამავე დროს რომ ესე იგი როგორღაც არის ნათქვამი და ღმერთს მალობა შეწირე და ადიდე ღმერთიო ესე იგი დაგვანახა წმინდა მამამ რა საშინელება არის ეს მეორე მხარე ჯოჯოხეთის მხარე და
თუ კი აქ ადამიანი მოხვდება იქ იმას ხო გამოუვალი მდგომარეობა ხო არაფრით აღარ გამოვა იქიდან და რეიც ინასწარ გვამზადებს იმით რომ შენ ეხლავე ავყოფე შენი სული ჯოჯოხეთში და მაშასადამე ესე იგი სასოს არ წარიკვეთო სასო არ წარიკვეთო ავყოფე იმედიანად გამოვიდა რომ ავყოფე სული შენი ჯოჯოხეთს და სასოს ნუ წარიკვეთო აი ეს არის უკვე შენ ამ დროს უნდა დაე რაღაცა უღრმავდება ის ჯოჯოხეთის სათავჯოებს ყველაფერს ის რაც არის და ეს წმინდა ბაბა ესე იგი გვთავაზობს ამ მეთოდს რომ ამითი ჩვენ გამოვიღვიძოთ და მისწრაფოდეთ არათუ ჯოჯოხეთის აი ამ მდგომარეობაში მისი მეშვეობით რამდენად სასოს არ წარიკვეთავთ ამ სათავჯოებში უკვე გვექნება ძალა რომ პირიქით სასუფევლისკენ სამოთხისკენ გქონდეს სწრაფვა იმ უკვდავებისკენ გქონდეს სწრაფვა აი ამითი ამას მივახცევთ აი ეს მეთოდი ესე იგი მამების სწავლებიდან არის მონიჭებული სულ ამ ქვეყნა ჯოჯოხეთი იყოს და იქნება კიდევაც ამ ქვეყნაც რა თქმა უნდა აქ ფაქტიურად აი აქ არის დაჩენილი პირდაპირ ჯოჯოხეთით სამოთხეთ ვის გაუხარია მე არც ერთი ხატი არ ვიცი არც ერთი ის ვინ რომელმაც იცხოვრა და გაიხარა და დღეს ესე დიახ ხო და სამწუხაროდ ჩვენ და ესე არის ცხოვრება მოწყობილი რომ ამ ქვეყნად რაღაცნაირად ბოროტი ძვინვარებს და რაღაცა მაგრამ ჩვენ იმედი არ უნდა დავკარგოთ ხო ღვთის და მამაო რა შეიძლება რომ დაგვეხმაროს ამასთან იცით რატო რომ ძალიან რთული არის გამკლავება იმ ბოროტთან დღეს რა შეიარაღებულიც არის ბოროტი რა აი მართლა გეფიცებთ ყველაფერს ისეთ რაღაცაში ცოდვას ჩაგადენინებს რომ აი აზრათაც რო არ მომსვლია რა აი ალალად შეიძლება მიდიოდი რაღაცა და უცბად შეიძლება ცოდვად გიქციოს ეს ყველაფერი და ხშირად ხდება ხოლმე რა და ადამიანებს დღეს ესეთი ხაფანგებით აქვთ ენრაოდენობით დღეებით თუ შეიძლება მამა აი როგორ უნდა მოუფრთხილდეთ ამას აი რა ძალა ვიხმაროთ რომელი ლოცვა აი რას მიმართოთ ამ შემთხვევაში რომ უფრო ძლიერები დავხდეთ ნუ გეშინდით ჩემო მცირე სამწყსო ემიძლევიას მტრისა და ყველაფერი კარგად იქნება აი უფალი ამით გვამხნევებს და გვაძლევს იმ რომ ესე იგი გვიდგას გვერდში და მაშასადამე ყველაფერი კარგად იქნება რომ ესე იგი თვითონ ბორტმუნეს უკვე გვაქვს თუ კი ჩვენ მართლა რწმენით ვართ მართლა რო იტყვიან იმედიანად ხო იმედიანად და მაზიარებელნი ვართ და შიში ღვთისა გაგვაჩნიას კრძალულება მოწიწება ყველაფერი და აქედან გამომდინარე და ვინანიებთ ყოველივე ამას ეს უკვე არის ისეთი ძალა რომ უკვე თვითონ უშუალო ჩვეულებრივ ქრისტიანს მოწუნე შეუძლია ძლიერად თვით ეშმაკსაც ეშმაკი განდევნოს იმ დონეზედან განდევნოს რომ ვერც კი მიეკაროს აი თვით მოწუნეს დათელგებულს აი ესეთი ძალა აი ქრისტემ ასეთი ძალა მოგცა ჯერ მარტო ამით აქედან გამომდინარე და მამაო როგორ უნდა მივხვდეთ რომ ვცდებით რაღაცეებში აი იმიტომ რომ ადამიანს ძალიან უჭირს იმის აღიარება რომ რაღაცაში ცდება ნებისმიერ საკითხში იქ რელიგიურად იქნება თუ პიროვნულად უბრალოდ რაღაცა თავის საქმეში ნებისმიერში რომ ვერ დააჯერებს ამ ქართველსთან რაშჭის რაღაცნაირად ბოროტი ამ სიამაყეს ცუდად აყენებინებს რაღაცნაირად თუ შეიძლება როგორ მივხვდეთ იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენ და აი ვერავი ადამიანს რო უხსნიო შენ ამაში ცდები ყოველთვის შეიძლება თავის დაგიქნიოს მაგრამ წამოვა და ფიქრობს რომ შენ არასწორი ხარ უბრალოდ არღის შენთან კამათი და ვერ გაგაგებინებს ამას თუ შეიძლება როგორ ვაღიაროთ ჩვენი სისუსტეები ეს ხო სისუსტეა მაგრამ ნამდვილად ძალიან დიდი სისუსტეა და ჩვენ ამითი არ ვიცით რა ძალა გვაქვს მონიჭებული უფლისგან რა დიდი ძალა გვაქვს რომ თვით ეშმაკიც რომ ვერ მოგვერევა აბა აი ამას უკვე რო იტყვი ამაზე ხუჭავთ თვალებს და ჩვენ კარგავთ იმ ძირფას რაც არის თვით ოფავს კარგავთ თვით და რაღაც გვიზიდავს მეორე ხარისხოვანი რაღაც აბა ქვეყნიური რაღაც მისწრაფებანი და უკვე დამთავრებულია იმას ვერც დაარწმუნებ ვერაფერი ამიტომ
უფალმა რა გითხრა უარ ყავს თავითვისი აღია ჯვარი შედა მომდევდი ანუ თავის უარყოფა ნიშნავს რომ შეთვის რაც სადუყვარია რა ძვირფასია ყველაზე სასიკეთო რა საქმე რა საქმეში ხარ ჩართული შენ კეთილად ვიგაშია თუ უკეთურად ეს ყველაფერი უნდა მოიკვეთო განაგდო შენგან ეს ყველაფერი მიზეზი ამისი ამბობს რომ ეს მამების სწავლებიდან გამომდინარე ჩვენი ბუნება გახდა შესილ ხორცებული აი ამ ამაო ქვეყნიურ ყოფასთან ამაო ქვეყნიურ ადამიანს ანუ მიწიერ ადამიანთან მიწიერ რაც არის რაც ჩვენში ფაქტიურად დაიძლია უფლის საღდგომიდან გამომდინარე და რასაც ჩვენ შევუდექით რომ ეს ძალა აღარ აგვძლევდეს და აქედან უკვე ძალიან ძნელია გამოსვლა აი ამაზე ამბობს უფალი რომ ესე იგი მოიკვეთო ყველაფერი ესა მოიკვეთო რა არის მოკვეთა მართლა ნიშნავს ისეთ ქმედებას რაც ტკივილს იწვევს ახლა არის დაუშვათ მოკვეთას ხეულისა დაუშვათ ქირურგიული ოპერაციიდან გამომდინარე მაგალითად რაღაც არის ესეთი მეთოდები რომ წამონაზარდის რაღაც მოკვეთა რაღაცა ყველაფერი იქ რაღაცა თავისი ის ხდება დამუშავება ისე რომ ტკივილი არ იგრძნო რაღაც მაგრამ ეს უკვე ისეთი რამეა ეს უკვე სულიერი ტკივილია სულიერი მოკვეთა უკვე სხვა რაღაცა აი ეს უკვე მეტად ამაზე უნდა წავიდეს ადამიანი რომ მართლა გავთავისუფლდე თუ კი უფლის ერთი სიტყვა ისეთი რამეა რომ აი თუნდაც ამ მოკვეთა რომ ესე იგი მართლა ეს უნდა მოვიკვეთო მართლა ტკივნეულია იმიტომ ერთ ჩემს ბუნება და შესით ხორცებულია თვით ცოდვა კაცო ცოდვად გადივთებულია ჩემს ხეულთან ისევე ესე იგი მე ცოდვათან ერთად ვარსებობ და არა ცოდვის გარეშე და აი ამის მოკვეთა ეს არის უფრო უძლიერესი ვიდრე ქირურგიული ოპერაცია და რაღაცა არის მაგრამ მე მაინც ეს უნდა რაღაცნაირად მოვიკვეთო ესე იგი მაგრამ უფალი გვასწავლის ესე იგი ერთი თუ ხელმა გასწულა ხელი მოიკვეთო თუ ფეხმა გასწულა ვერ წაყვედი გზაზე ისეთ ჯობია ფეხი მოიკვეთო და ჯობს სასუფეველში შეხვიდე სხეულ ნაკლოვად ვიდრე მთელი სხეული შეგვიდე გენიაში რომ ჩავარდეო ეს ჩვევებზეა რა თქმა უნდა საუბარი ხო რაღაც ჩვევები როცა გაქვს თუდე თვალზეც იყო ხო როცა თუდად იყო ხო რომ ეს ამხედველობა გაასწორებო ამოიგდე თვალი და განაგდეიდო რომ ესე იგი ვერ შეცოდე ამითიო სხვა გზა არ ხო და მithumetes ახლა უკვე რაც არის ეს მთელი სხეული ჩემი ცოდვაც რომ გარივცებულია ჩემს სხეულთან ერთად ეს უკვე საშინელება მართლა უნდა მოიკვეთო შეგუებული რო ხარ უკვე დიახ აი ამაშია საქმე არა და ამას სჭირდება რაღაც ესე იგი მსგავსი ესეთი რამეები რაც არის მოღვაწეობა რაც არის დაუშვათ თუნდაც მარიამ მეგვიპტელისეული ღვაწლი როგორ არის ის როგორ ნეტარებაში იყო ხორციელ ნეტარებაში რანაირად ია წარმოდგენაც არ ქონდა არაფერი შენ წარმოიდგინე ხო ჩვენ კიდევ რაღაცა გვესმის და ჩვენ რაღაც ვიცით მაგრამ ამას ამ მარიამ მეგვიპტელს სულაც არ ქონდა რა კარგი არის სხეულებრივი ეს ნეტარება ხორციელი ყველი ქვემოდა სიტყვოება არც იცოდა არც ღმერთი არც არაფერი ეს მოკლედ ასე უნდა გამავითარო პირდაპირ დაისახა მიზნად და მერე ხო იმ გარკვეულ პერიოდამდე და იქ უკვე ღმერთმა არ დაუშვა ჯვართან მის ხსლა აქეთ უკვე აგდებდა აი მაშინ უკვე შეეძრტუნდა რატომ რამდენი ხალხი შევიდა თაყვანიცემად მე რატომ არ ვიშვენ მე ყველაზე უარესი ვარო აი აქ უკვე დაფიქრდა აი მოქმედა დაფიქრდა და აი ასე იგი შეიძლება ითქვას შემდგომ რაღაცა სავიპური აიღო და ნავით გავიდა იორდანის უდაბნოში და ესე იგი აქ დაიწყო ის მისი პირდაპირ რომ შეიძლება ვთქვათ რომ მცდელობა ის რომ
აი ეს მოიკვეთოს ეს ცოდვა თავისი არსებიდან და ეს კიდევაც განახორციელა ამ ღვაწლში და აი ამ ლოცვაში და როგორც ცნობილია იმ დონეს მიაღწია რომ ლოცულობდა ჰაერში დგებოდა წყალზე პირდაპირ გადიოდა ესე გამოდიოდა იორდანეს წყალზე და აი ესე თან დიდი ჭარატელების უნარი მიაცა აგე ზოსიმე მოვიდა მამა ზოსიმე იტყვის შენ მონასტრიდან ხარ და ბაზიარო ყველაფერი და აი ყველაფერი თაი ხო ხედავ როგორ პირდაპირ გათავისუფლდა პირდაპირ ანგელოზის დარი გახდა პირდაპირ აი ამ თავისი მოაწლი და იმდენად მოიკვეთა ეს თავისი საშინელი უბედურება და მით გადათავისუფლა აი ამ მოკვეთაზეა საუბარი აი ამ ესე იგი ტკივილს და დათმენიდან გამომდინარე და რომ ჩვენ ეს გარკვეული რაღაც ღვაწლი გავწიოთ უფალთან დავდგეთ და აი ეს არის მეტად მნიშვნელოვანი რამ ეს დიდ მარხვაში არის ეს მარია მეგვიმტეხსენება ჩვენ დღითი დღე ყოველწლიურად ჩვენ გავდივართ ამ დიდ მარხვას ეს დიდი მარხვა არის განსაკუთრებული სწავლება განსაკუთრებული სკოლა იმისა როგორ მართლა დავდგეთ უფალთან და მართლა როგორ ამ აქედან ცოდვის მოკვეთის შემდგომ როგორ გექნება საშუალება აღვიღოთ ჯვარი ჩვენი და შეუდგეთ უფალს აი ეს არის მეტად მნიშვნელოვანი და мама ყველა ცხოვრებაში იქნება რაღაც გამოსაფხიზლებელი რაღაცა წუთები წამები რაღაცა როგორ არ უნდა გავექცე და ჩავებღავჭოთ ამას იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ ჩვენი გამოფხიზლების მდგომარეობა როგორც ავაზაკს ის ერთი წუთი ყოველთვის აქვს ყველას არ არსებობს რაც არ უნდა დემონიზირებული იყო რაღაცა გექნება ეს მომენტი მაგრამ ამ დროს შეიძლება ვერ შეამჩნიო აი როგორ შევამჩნიოთ მამაო რომ ვერ იმას ვქნათ რა ქვია რომ ცხონდეთ და ამას რო გვერდი აუაროთ რაღაცნაირად იმიტომ რომ ყველას აი უკანასკნელი კაციც რო იყოს უკანასკნელი ავაზაკიც ის ჯვარცმის დღე ის გამოფხიზლების ის რო ღმერთი დაინახო გექნება აი როგორ დავინახოთ აქ მამაო იმიტომ რომ ყველაფერი ერთი დრო მოვა მამაო და უხრათ დარჩება მამაო ის რა რის გამოც ჩვენ ახლა ვიღაცას ვეჩხუბებით რაღაცას ვაგროვებთ ვიღაცას ვკარგავთ ხო ამ ყველაფერს სხვა დაეუფლება მოვა დრო ეს არ გესმის ახლა შეიძლება 20 და 30 წლის რო ხარ თორე მოვა ეს დრო და ამას უნდა შეელიო ხო და ჩვენ ამ ვერშელევაში ეშმაკს ვეკრებით მამაო და ღმერთს კარგავთ აი თუ შეიძლება მამაო როგორ დავთმოთ ის ყველაფერი რაც სიტყვაზე ბოროტმა შემოგთავაზა ლანგარზე რაღაცა ლამაზად და ჩვენ რაზეც დავებით როგორ შევეგუოთ მამაო იმას იმიტომ რომ მე გვიან იქნება მამაო უკვე ეს ყველაფერი ვერ გადაგვარჩენს ეს არის სწორედაც ის რის წინაშეც დავდექით რის წინაშეც სხვა რო იტყვია გამოსავალი არ არის აი ასეთნაირად აღმოჩნდის სწორედაც იმ მეტად სიდუხჭირე მდგომარეობაში და მართლაც რა ყოდები ხმაროთ რა საშუალება და როგორ რა თქმა უნდა ჩვენ ვამბობთ რა და როგორ ჩვენ ვამბობთ მარხვა ლოცვა საჭიროა კიდევ უფრო გაძლიერება კიდევ უფრო ჩაღრმავება მარხვაში მარხვა არ არის მარტო საჭმელი არ ჭამო მოიკლო საჭმელი და მარხვა უნდა განაგოს სწორედ ის რაც ავთქვით აგერ სკოლა უწოდეს სწავლება უწოდეს დიდ მარხვაში აი ამ მარხვის შესრულებას სადაც პირდაპირ უფალმა წარმოაჩინა ეშმაკი როგორ ებრძვის როგორ მოდის უფალი თვით კაცი იყო მაშასადამე კაცივით რა თქმა უნდა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ესე იგი მაგრამ ღვთაებრივი ძალა არ ღმერთკაც დიახ მან გვაჩვენა როგორ უნდა ვიყოთ როგორც ადამიანები ამ რაღაცა საქმეს რო ვასრულებთ და ამან გასცა საკადრისი პასუხები ყველა მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, იბან უკვე თუ ზეღვთის ახარო, ეგერ
მოხივდა ქვებს უძანე და ესე იგი მივირთი დანაყრდებიო უფალი გასცევს პასუხს არა ხოლო პურიცას ხოვდების კაცი არამე სიტყვის ღვთისაგან უფლის ბაგეთაგან ნათქვამისო აიყვანა მერე ბაღლა მთაზე და ყველაფერი სოფელანი უჩვენა აი ხედავ ეს ყველაფერი ჩემია ქალაქი სოფელი ყველაფერი მთელი ბუნები შენიარება რაც არის როგორ არის ხო და თუ დაეცემი და მუხლზე და თაყვანსა შენი იყოსო და უთხრა წარვედ მარსუკო სატანა ჭერას უფლისადმი მსახურება და უფლისადმი მორჩილებაო და მესამე კიდევ რა იყო ესე იგი აღიყვანა ტაძრის თავზე უეძახთისა ხარო გადახტიო თუნდაც ანგელოსთა მისთა დაუბრძანებია დაცვათ შენ და ხელთა მათაზე და აღგიპრა ნუსა და წარსე ქვასა ფერხი შენი ხედავ თვით ბოროტმა უკადაგა 90-ე სალბოდია ნათქვამი ეს და ხოდა თუ კი ზეხვთისა რა უთხრა უფალი არა განსცადო უფალი ღმერთი შენ არ გამოცა აი ეს ყველაფერი და მოცილდა ის ბოროტი და ესე იგი გადაიკარგა აი ამ ცთუნებასთან არის სწორედ დაკავშირებული ის თქვენი კითხვა და ამის მიმართ ესე იგი როიტყვია მისი ტრიალობთ შინაგანა გარეგდულად და როგორღაც ვერ გამოგვირჩევია ეს უნდა იყოს სწორედ ჩვენ წინაშე წარმოჩენილი ღვაწლი უფლისა რომ ჩვენც აი ამ მდგომარეობაში შემოვიდეთ ერთადერთი ესაა გამოსავალი ამას მოხდება როგორც ითქვა შემდგომ ის რომ მოიკვეთო ის ყველაფერი ცოდვა აღიღო ჯვარი მიხვდა ასე ალბათ ფიქრობ რომ ესეთი რაღაცა საჭიროა ესეთ გონებას უნდა გაეხსნას ადამიანებს და აქამდე მოვიდნენ რომ უფალი როგორ არის უფალი რომ მასთან არის მე თქვენთან ვარ უფალი მე შენთან ვარ რატო თქვენთან უკულისამდე შენთან ვარ უფალი გვეუბნება აი ეს ამას ნიშნავს რა თქმა უნდა უფალი გვიძახის კიდევაც გამიღე კარი შემში შენთან შემოვიდე მაგრამ გვესმის ეს ძახილი არა მგონია რომ გვესმოდეს თუ არა გაუნღოღებით გულსა კაცო შევიდოდით უფალო მომძადი ვიტყოდით მაგრამ რამდენადაც ვერ გავიგეთ ვერ შევიძვეთ ჩემი ცოდნებისაგან დახსული გვაქვს ყველაფერი ესაა მიზეზი რის გამოც არ გვესმის მაგრამ უნდა ვიცოდეთ უფალი ყოველთვის მოგვიწევს ჯერ მარტო ის რომ მე შენთან ვარ უკულისამდე ჯერ მარტო ამან უნდა გაგვამხნევოს გაგვაძლიეროს და უკვე მოხდება ის რაც მოხდება გადარჩენა და ცხოვრება ზუსტად ეს არის მამაო და ეგის აი ეს სიტყვები ყოველთვის წმინდა გიორგის რო უთხრა მამაო რომ ნუ გეშინია გიორგი მე შენთან ვარო აი ბოლო წუთებშიც კი როცა აწამებდნენ და ესე ხო და ეს ჩვენ არ გვახსოვს ხოლმე ხშირი შემთხვევაა ხოლმე რომ საქმეზე რომ მიდგება აი სწორედ იქ სადაც უნდა გახსოვდეს თორე ისე ყველანი მორწმუნეებიოთ მამაკაკისთან რომ მივალ მაგარი მორწმუნე ვარ ეგ წირვაზე რო ვდგავარო აიმე აბა ჩემზე მაგარი მორწმუნე მაგრამ საქმეზე რომ მიდგება აი იქ ვერ ვამშხავნებთ მამო აი მინ წუცას აი როცა მართლა აი შენი საზომია ხოლმე რომ აი ღმერთის გწამს და გჯერა თუ არა აი ამ შემთხვევაში მამო როგორ ყოველთვის როგორ მოვიქცეთ ისე რომ ყოველთვის გვახსოვდეს ეს რომ უფალი ჩვენთან არის რა იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრ ცოდვაში ამცირებს მე იმედს მოგცემს მამო ჩვენში და ამ იმედით კიდე ძალიან ძლიერები ვიქნებით რა როგორ აი რა დეტალებს უნდა დაუკვირდეთ მამო რომ ეს ყველაფერი გამოყვეს და არ ვიყოთ ისეთი მორწმუნეები წირვაზე რომ ვეზიარები და იქიდან რომ გამოდივარ და იმის იქით აღარა ვართ მორწმუნეები მარტო იმ წირვაზე მარტო 2 საათი რო ვართ მაგარი მორწმუნეები აი თუ და ახსენეთ წმინდა გიორგი და ყველასათვის მართლა ძლიერი წმინდანია დიდად სათანყმენებელი და ერთეულს რაც ეს საწამებლები მიაყენა დიოკლეტიანემ ის ეუბნება კი მაგრამ რა გჭირს ასეთიო მაინცსა და მაინც ეთკივილები გაინტერესებსო
თუ რა არისო რაც შემოგთავაზეთ ხო კარგი რამ გითხარითო ჩვენი ღმერთებია ხერხი შეწირე არაფერი არ გვინდა სხვაო რა გჭირს რა ნუ თუა ესეთი როგორ იტანო რანაირად არის ეს შენი ცხოვრებაო სულ სატანჯელები უნდა ითმინო თუ რა ცხოვრებაა ეგრეთიო ეუბნება წმინდა გიორგი განა მე არ ამტკივა რასაც შემაყედებო იგი და ის თუნდაც ჩეკვები დახურებული ისი რო იყო ლორსმებითო და მეცავო კიდე სხვა რამე ძიახ ძლიერ ტკივილს ვაყენებ საკმაოდ მაგრამ მე ღმერთს მევედრები უფალო შემაძლებელი უფალო დამიფარე შენი შეწევნა იყოს ტკივილები მაშინვე ქრება და ნებისმიერ სატანჯველს დავითმენო უფლისათვის აი ეს პასუხი გასცა ასევია ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ მრავალი განსაცდელები გვაქვს და მივხედო ჩვენ თავი ჩაუყვირდა ჩვენ რაღაცა აკლოვანება გვაქვს რაღაცა გამოუვალი მდგომარეობა ისეთი მდგომარეობაც რომ რაღაცით შენ ვერ შველი ამას და რაღაც დიდი დახმარება რაღაცის გინდა ან ვიღაცის მაგრამ ჩათვალე რომ ღმერთმა შენ აქ მოგიწოდა ღმერთი შენთან არის და იმიტომაც მოგცა ის რომ შენ აქ დამტკიცო ის რომ შენ მორწმუნე ხარ შენ უფალი გიყვარს დაამდო შენ მოისმე კიდევ მე შენთან ვარ ხო გულის კარი გამო მაშინ მოგესმება ისიც და აი მაშინ რა თქმა უნდა ითხოვე ღმერთისგან ეს შეწევნა შემეწია უფალო არამედ ძალბიცრა ხნა არამედ შენ ხარ ყოვლადლიერი შენმა ძალამა განმაძლიერენ ამაში და აი ეს ყველაფერი და მოხდება დიდი სასწაული მოხდება რაღაც დიდი ძორა ასე რომ გახარებული იქნები და აღდგომა იმ დღესასწაულებს სამით გექნება ეს შენი განსაცდელი ძლევა ასია უფლის მიერ ასეთი მდგომარეობა შეიძლება შევთავაზოთ მორწმუნეებს რომ აი რატომღაც აი ეს გაიქხსენონ ყოველთვის დიახ მამაო აი როგორ მოიქცეს მორწმუნე ისე რომ ღმერთისათვის იყო სათნო საერთოდ ადამიანი როგორ მოიქცეს იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ სადაც ჩვენი და ღმერთის ინტერესები გადაიკვეთება დიახ მაგ დროს ჩვენ კარგავთ უკვე ღმერთს იმიტომ რომ ჩვენი რაღაცა ეგოიზმით გვინდა რაღაცა დავამტკიცოთ რაღაცა ჩვენი მხარე რაღაცა მატერიალური იქნება თუ ნებისმიერი ჩაჯინება რაღაცის მიმართ ხო აი აქ უკვე კარგავთ და იქამდე თუ ინტერესები თან ხდება იქამდე პრობლემა არ არის მაგრამ როცა რაღაცას გეუნება ღმერთი რომ აი ეს არ გააკეთო იმიტომ რომ მე არ მიყვარს ეს ცოდვა შენ უკვე აქ უკვე შენებაზე დადიხარ აი როგორ მოვერიოთ ამას მამაო ძალიან რთულად მოსარევია ეს იმიტომ რომ ეგოისტია ადამიანი და მაინც უნდა სულ თავისი გაიტანოს თავისი დაამტკიცოს კი რა თქმა უნდა თავისებურად ჩვენ ახლა ვთქვით რომ საჭიროა ლოცვა ლოცვისადმი ყურადღება და მაგრამ ხშირად ჩვენი რაღაცა ცუდბედიდობა, ქედმაღლობა გვავიწყებს ყველაფერ ამას და გვიდა სწორედაც რაღაცა ჩვენებურად გავაკეთოთ. ღმერთს არ დაველოდოთ. ეს იქნება უკვე შენ რომ ილოცე და ნალოცი ხარ, იქ უკვე ალბათ სულიწმიდა მოვა და გამხელს. შვილოჩევო, რას აკეთებ? განა უფალმა ასე გაკურთხა და უკვე შენ მოგეცემა განსწავლე რომ მე არასწორი გზით მივდივარ სულიწმიდა არის ჩემთან სულიწმიდით მომეცემა სივრცე გონიერება აი სწორედ ეს არის აქ და მით უმეტეს და მაშას ადამე ის რა თქმა უნდა შეცდა მივა თელმონაზონთან ან მოძღვართან ვინმეს და მოინადიებს თავის ამ ცოდვას და შეხედავს რომ არ იყო სწორი გზა და ეცდება რომ გაისწოროს ის საყვალი და ეს უკვე იქნება ღვთისგან უკვე იმ ლოცვიდან გამომდინარე როგორც თხოვა უფალს როგორც შევედრა ადი და უფალი უკვე ღვთით მიემადლება ის ძალა და მადლი ამ შემთხვევაში უკვე მართლაც მიეცემა კეთილი გამოხსნა და ღვთის წინაშე
როიწყვიან ღმერთი დიდად დააჯილდოებს ასეთ ადამიანს და ისევე იქნება ასეთი ადამიანი რომ მან აღიღო ჯვარი და შეუდგა უფალს უკვე ეს უკვე დიდი წოდება დიდ რამეს ნიშნავს დიახ და მამაო ადამიანი უნდა შეეგუოს თუ არა რაც მის თავს ხდება და როგორ ებრძოლოს ამ ყველაფერს აი მაგალითად უფლის დაშვებით რაღაცები ხდება ხოლმე აი როგორ უნდა მივხვდეთ რომ სიტყვაზე აი იმ რაღაცას როგორ გაუმკლავდეთ რაც ჩვენ თავს ხდება განსაცდელები და ის ტკივილები რაც აი უამრავი ტკივილით არის ეს ქვეყანა მოცული და ძალიან ძიმე მდგომარეობაში არის ადამიანი იმიტომ რომ მამაო მატერიალურმა უფრო თავი იჩინა ვიდრე სულიერმა და ეს მატერიალური ბრძოლები რაღაცნაირად ადამიანს ძალიან იმაშვება, რა ქვია, აფუჭებს. როგორც ღმერთის შვილს, რაღაცნაირად უძღების შვილივით კარგავთ ხოლმე ღმერთს, მე აი მატერიალურის გამო. აი ამ დროებითის და რაღაცა სიამტკბილობის ჭყალებში გამო, რომელიც მართლა დროებითია და აუცილებლად საშინელ დღედ გვექცევა ის სიამტკბილობა და ის რამაც ღმერთი დაგვაკარგინა დღეს. თუ შეიძლება, მამაო აი ამას როგორ უნდა მოერიოს ადამიანი რაღაცა თვისებები თუ შეიძლება აი რამე მეთოდი თუ არსებობს ხო შეიძლება კი ამას თვით უფალი ხედავს ჩვენ მდგომარეობას სისუსტეებს ხო და ნამდვილად ობო რაღაცნაირად კიდევ გვძლავრობს ამა ქვეყნიური ყოფა ყოველივე ეს და აქედან გამომდინარე რთულია ხო ხო არა რთული იმდენად არაფერი მაგრამ ერთ სიტყვით ადამიანმა უნდა პოვოს თავისი შინაგანად მისწრაფება რომ გამოვიდეს რაღაცა მდგომარეობიდან ძლიოს აი ამ თავის მდგომარეობას რაც არის იგივე მოკვეთის ამბავი იგივე ეს ამბავი რომ ჯვარი აღიღოს შეუდგეს უფალს აი ეს არის ყველაფერი მეტად მნიშვნელოვანი და ხო კიდევ რას თქვი ესე იგი რომ გავაცნობიეროთ მამაო შეიძლება ის რომ აი იცით რა რომ ის რის გამოც ჩვენ დროს კარგავთ დიახ და ღმერთის დროს რო უთმობთ მაგალითად სიტყვაზე რაღაცა მატერიალურს რაღაცა იმ კი რაღაცა საჭიროა მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ მე ღმერთის არ მწამს ერთხელ როგორ მახსოვს ერთ გაჭირებულ ოჯახში მივედითო რა მამები ყვებოდნენ და ეს ქალიო ატირდაო ძალიანო რა და რაღაცილებს უთხარითო რა და აი ეს საკვებიო რომელიც გამოგიტანეთო ბოლო არისო რა მაგრამო იცით რაზე ვტირივარო ჩემი სულმოკლეობაზე ვტირივარო რომ მე არ მჯერაო რომ ხვალე უფალიო მე მშიერს არ დამტოვებს ანუ მე იქამდე სანამ თქვენ მოხვიდოდითო ფიქრობდი ეს არ გამოუტანო იმიტომ რომ მე მშიერი დავრჩები წარმოიდგინე და ამაზე მე ვტიროდ აი ესე დღეში ვართ მამო ადამიანები რომ აი ეს მომენტი გვაქვს რომ რაღაცნაირად არ გვჯერა რომ აი ხვალ თუ მაგალითად მე თქვენზე ვიზრუნებ ხო ხვალ მე უფალი ისე არ დამტოვებს არა მე მირჩევნია რომ ეხა წავიდე და თქვენ ყურადღება არ მოგაქციო და სადღაც ჩემი საქმე გავაკეთო და მატერიალური რაღაცა თანხა ვიშოვო და მე უზრუნველყოფილმა დავიძინო ვიდრე აი სიტყვაზე ვიღაც ადამიანზე იზრუნო და მე შენს საზრუნავს ღმერთი აუცილებლად მიხედავს აი მაგის არ ჯერა ადამიანს მამაო რა და იმიტომ არის რომ აი საერთოდ ღვთისაგან ჩვენ დავდექით ცოტა შორს მამაო აი პატიმარში მაგალითად ვერ დაინახავს ღმერთს იმ უძლურში რომ ამბობს ღმერთი რომ აი იქ მე ვიყავიო იქ მე ვიყავი იქ მე აი ამაში ღმერთს ვერ დაინახავს და არ დაეხმარება მამო იმიტომ არ დაეხმარება რომ ურჩევნია რომ აი ეგ რეალურად თავისი რაღაცა ის კონდეს თავის აი ესეთი სიტუაცია თუ შეიძლება დღევანდელ ადამიანში კი ეს უძღები შვილი ახსენეთ დიახ ეგა ფაქტიურად უძღები შვილის მდგომარეობა არის
რა თქმა უნდა მამამ აღზარდა შვილები მორწმუნენი როგორც უნდა იყვნენ და რატომღაც ეს უძღები შვილი გამოერია უძღებად მას მოეჩვენა რომ რასაც მამა აკეთებს მეტად იოლია და მასაც შეუძლია აკეთოს ჯობია გავიდეს საადმე სხვაგან ქალაქში და იქ იმოხვაწეოს ასე მიიჩნია იმან აი ესე მიეცათ იმას რომ აი ეს არის სწორედ და რა წავიდა საწავიდა რა მოიძია ისევ რო იტყვიან სხეულებრივი ნეტარება სიამტკბილობა რუშება სიამტკბილობა ყველაფერი და ესე მიაჩნდა ამას რომ ხო ყველაფერი ხო და რაღაც მაგრამ დადგა ჟამი გამოსაცდელი ყველაფერი რო იტყვია მოაკლდა საზრდო ყველაფერი საზრდო რამასაც არაფერი და ერთადერთი რო იტყვია მეღორეს დაუდგა და რკოთი მოცელი რო განეძღო იმას ნატრობდა აი ესეთნაირად ყველას დაუდგება ხო ეგ ვინც ერთისგან წავიდა კონს მოეგო დიახ მამა ჩემი ამდენ სასკილი დაქირავებულ მუშებს პატრონოს ყებავს ყველაფერი აწმევს აჭმევს ასმევს მე ასე ვიტანჯებიო რატომ რისთვისო და შევინანო მივიდე ცოდეო წინაშე ხვდა წინა შენსა მამაო ჩემო და ჯობია ამ ერთ-ერთ მუშაკთაგანი გავხადო ვიდრე შენი შვილი ვიყო ამის ღირსი ვარო და რა ქნა პირიქით მამა მიიღო თავის პატიურში თავის ღირსებაში ახადგინა რომ ჩემი შვილი მომკვდარიყო და განცოცო და დაკარგულიყო და იპოვო აი რა დიდი სიხარული მიეცა ხო და ადამიანებიც რა თქმა უნდა მიეცნენ ესეთ მდგომარეობას რომ რაც ხდება ყველაფერი ეს ღვთისგან დაიშვება მაგრამ შენა შეინარჩუნა სარწმუნოება ღმერთს კი არ განუდგე მამას შენსაც კი არ განუდგე და რაღაცა უკეთურება კი არ ჩაიდინო არამედ ეს უნდა გახსოვდეს უძღები შვილი მოყვანილია სახარებაში იმიტომ რომ ესე იგი ეს კარგი მაგალითია უძღები შვილი თუ რამდენი უძღებია არ მოექცა და დაიღუპა თავის რაღაც ამაოებაში რაღაც სისულელეებში და მაგრამ ეს უძღები შვილი გამოერკვა ბოლოს და ესე იგი მივალ მამასთან მოვინანიებო და ეს იყო ძალიან კარგი გამოსავალი და ალბათ ფიქრობთ რომ ჩვენშიც იქნებიან ასეთი უძღები შვილები რომელიც მოინანიებენ და მოექცევიან და ღმერთს შეუდგებიან ნამდვილად ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი არის და ვფიქრობ რომ ჩვენ დღეს რომ ვამბობთ ამას ალბათ მრავალი გაიგებს და მიხვდებიან სათნოეყოფა ღმერთს ღვთის სათნოებით აღივსებიან სადაც ძალიან ბევრი მწერს თქვენზე და დიდ მადლობებს მიხდია რომ მოგზანდებით ხოლმე ჩვენთან ეთერში და დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ ხართ მამაო თქვენის ადამიანი ხართ რომელიც მართლა ხელის გულზე უნდა ატაროს საქართველოს იმიტომ რომ ბევრს აკეთებთ საქართველოსთვის ბევრ ადამიანს ბევრ ტკივის უშუშებთ და დიდი მადლობა ამისათვის მადლობა რომ დიდება მაღალსა შინა ღმერთს და ქვეყანასაც და მშვიდობა ყოფილიყოს უფლის შეწევნა იყოს ნამდვილად უღრმესი მადლობა თქვენ მამაო რომ ხართ და ჩემი სტუმარი გახდათ მამა აკაკი მელიქიძე რომელიც მეტეხის ტაძარში მსახურობს და აი რა ვიცი ბევრი ადამიანი მიდის იქ და ესე რაღაცნაირად შვებას პოულობს ხოლმე და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მამაო თუ შეიძლება რომ დალოცოთ მამაო ვინც კი არიან აი განსასწრებაში ნამყოფნი და ამით მე შემდგომ დავამთავრებთ რა აი პატიმრები უცხოეთში მყოფი და ის ადამიანები რომ რაღაცნაირად აქინა შვება იგრძნონ იმიტომ რომ დიდი ტკივილი აქვს ღმერთმა დალოცოს ნამდვილად აი ამ მდგომარეობაში მყოფი ყოვლადწმიდის სამების უძლიერესი განგებულებით ძალიან მფარველობდა ყველა პატიმართ უცხოეთში მყოფდა განსაზღვრებაში მყოფდა და ყოველ აქ ემიგრაციაში თუ სად არიან ყოველ ქართველთა ის შვილები და ძეები და ასულები რომ დაცულ ყოფილიყვნენ და დაბრუნებოდა თავიანთ ქვეყანას
გამინიყა უფალო შენი ძალითა და მადლითა აღადგინე ყოველი საქართველოს ძალით ძლიერებითა უწმიდესის ლოცვა კურთხევით დამილოცნია რავალ აი ეს უფალის წყალობდეთ ყველას გისურვებთ ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა გაიხარეთ და ბედნიერებას გისურვებთ მოდით დიდხანს ყავდეთ ძალიან დიდხანს ყავდეთ მე გახდით გიორგი დარასელია ფონდი ერთობა ესეთ შეგიძლიათ მოიწონოთ და იქ იდება ეს ვიდეოები აუცილებლად ის გადაცემები კვირას განმეორდება კიდევ ეს გადაცემა მე კიდე იქითა სამშაბათ საღამოს 8 ნახევრისას დაგიბრუნდებით გეხვეწებით არ მოიწყინოთ გთხოვთ და არ აყვეთ იმ სიბინძურებს რაც ეკლესიის წინააღმდეგ რაღაცნაირად მიზან მიმართულად შეტევები არის ხოლმე ეს იქნება ტელევიზიებიდან თუ ნებისმიერი კერძო პირებიდან თუ გინდა შეიძლება ეშმაკი ისეთია რომ შეიძლება მღვდელი გამოიყენოს და შენ თქვა რომ აი თქვენი მღვდელი აი არ აყვეთ ამ სიბინძურებს არ აყვეთ იმიტომ რომ ეშმაკი მოციქულშიც კი შევიდა წარმოიდგინეთ ქრისტეს გვერდზე დადიოდა იუდა და რა გააკეთა ასე რომ არ აყვეთ, იმიტომ რომ ძალიან მიზან მიმართული ბრძოლა არის იმის წინააღმდეგ, რაც პატრიარქმა ამ ბოლო ხანებში იწვალა და აი აქამდე მოიყვანა ჩვენი ეკლესია აი ამ ყველაფერს შეგნებულად და მიზან მიმართული მტერი ყავს, რომელიც ანგრევს და გთხოვთ რა აი მათთან ერთად თუ თქვენ იქნებით, აუცილებლად თქვენც ამ ტრებში გახვალთ. ვინც აყვებით და ვინც არ ყვებით ამას ძალიან დიდი მადლობა. ყველა იმ ადამიანს ვინც ეკლესიას დღევანდელ დღეს იცავს და თქვენზე როცა არ მოქმედებს ის სიმძიმე რაც მოდის ძალიან რთულია ვიცი მაგრამ უნდა გავუძლოთ. კარგად ზანდებოდეთ დროებით სამშაბათ დაგიბრუნდებით იქ და მე გახდით გიორგი დარასელია და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც აი ესე ეკლესიას გვერდით უდგახართ, ამით უდგახართ ჩვენ სახელმწიფოს და საქართველოს და